კრიტიკა და ჩემს მიმართ თქვა ამგვარი ქმედებები ხორციელდება ღიათაც და ფარულათაც, ჩემთვის ეს ინფორმაციები ცნობილია, სხვათა შორის ამაში მონაწილე პირებიც მაძლევენ მე გარკვეულ ინფორმაციებს, თუმცა ისინი გარკვეული მიზეზების გამო ვერ ახერხებენ გამოჩენას ამ ხამაღლა ამის თქმას. გითვალეს რამე, რომ საქმეები განგიხილათ. არის ნიშნები, არის გარკვეული ნიშნებები ფარულად, მესამე პირების მეშვეობით, რომ რაღაცნაირად დავფიქრდე, მაგრამ დავფიქრდი და ამ დაფიქრების შედეგად ვიღებ იმ გადაწყვეტილებას, რასაც ვიღებ. ცნობილი ფაქტია, რომ მე ახლა სასამართლო სისტემაში არ მაქვს კომუნიკაცია და ხშირად ვამბობ, რომ მარტო ვარ იმ კუთხით, რომ მეც ვცდილობ, რომ არ მქონდეს თქვა კომუნიკაცია ჩემს კოლეგებთან, იმიტომ რომ შეიძლება მათ რაიმე უსიამოვნებაც კი შეემთხვეს ამის გამო, თუმცა მე ვიცი, რომ სასამართლო კორპუსშიც არის ძალიან ბევრი ღირსეული მოსამართლე, ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანი, რომელიც შეიძლება ვერ ამბობებ, მაგრამ გულისრღმენში დარწმუნებული ვარ, არიან ჩემი თანამოაზრე, ზოგიერთს გამოუხატავს კიდეც ღიათაც და ასე ვთქვათ შეფარვითაც. ძალიან ბევრჯერ მეტია იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც გამოხატავენ მადლიერებას და რომლებიც ასე ვთქვათ კმაყოფილი არიან ჩემი საქმიანობით და აი ეს მაძლევს ძალას და ამაზე დიდი мотиваცია არ არსებობს ჩემთვის და ამიტომ ეს კრიტიკაც ჩემთვის სწორედ ამის გამოც უმნიშვნელოა, იმიტომ რომ კრიტიკოსები არის ძალიან ცოტა და ძირითადად არის ასე ვთქვათ ძალაუფლების მქონე ადამიანებისგან, ვიდრე ჩვეულებრივი მოქალაქეებისგან, რომელსაც აქვს სასამართლოს იმედი.